შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის პირად საუბარში უთხრა, რომ უნდა იმოქმედოს ზელენსკიმ უფრო თამამად. უკრაინამ უნდა იმოქმედოს უფრო თამამად. ამის შესახებ იუწყება კიევ ინდეპენდენტი თავის მხრივ უკრაინელ მაღალ ჩინოსანზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, უკრაინა მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის მხარდაჭერა მან მოიპოვა იმ კამპანიისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის იძულებას, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს მოლაპარაკებებში. და მე ავხსნი, რაზეც არის საუბარი, დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ზელენსკის აქვს დათქვამის შემდეგი სიტყვები მე არასოდეს და არასდიდებით არ დავიწყებ მოლაპარაკებებს ამ მკვლელთან, პრეზიდენტ პუტინთან, რომელიც კაცობრიობის წინაშე დანაშაულში, ჩადენილ დანაშაულშია, ეჭვი მიტანილი კი არა ბრალდასადები. მაგრამ გამოხდა ხანი და მას შემდეგ, რაც ოვალური კაბინეტის კარი კიდევ ერთხელ შეაღო ამ არაორდინალურმა პრეზიდენტმა ტრამპმა, ამბივალენტური პიროვნებაა მასზე ამბობენ და პრინციპში მაინც სწორი შეფასებაა ეს. მას შემდეგ, რაც ტრამპმა შეაღო ოვალური კაბინეტის კარი და 57 პრეზიდენტმა ხელახლა კიდევ ერთხელ დაიწყო პრეზიდენტობა და ყურადღება გაამახვილა სწორედაც რომ მშვიდობის აუცილებლობაზე, მიზეზთა და მიზეზთა გამო ახლა აღარ ჩავუხრმავდები, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანმიმდევრულად ამ რეჟისორმა კაცმა საკუთარივე კარიერის, საკუთარივე პოლიტიკური კარიერის, საკუთარივე პერსონის, ამ პროცესების რეჟისორმა კაცმა თანმიმდევრულად დაიწყო რიტორიკის, რომელიც პოლიტიკის ნაწილია და პოლიტიკის შეცვლა და მანაც დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება, განა არა ოღონდ ომი უნდა შეწყდეს. სხვა საქმეა თავად პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინას, რომელიც ახლა იქით უტევს რუსეთს და ისიც თქვენ, რომ მოსკოვშიც კი აწუხებს ამ იმპერიას, აწყობს თუ არა მოლაპარაკებები, ნამდვილი მოლაპარაკებები რუსეთთან, მაგრამ ეს ინსინუაციების ამბავია, ეს ჩვენი თავისუფალი ინტერპრეტაციების, ანალიზის, ვარიაციების, განხილვის ამბავი თუ საგანია, რეალურად ღიად ზელენსკი ამბობს, რომ თანახმა, რომ დასჯდეს მოლაპარაკებებზე პუტინთან ან თურქეთში, ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე სახელმწიფოში, ასე მაგალითად საუდის არაბეთში, ან საერთოდაც შვეიცარიაში და ზელენსკი ელოდება პასუხს პუტინისაგან და ელოდება უარყოფით პასუხს. ამიტომაც არის ანკესზე წამოგებული პრეზიდენტი პუტინი, იმიტომ რომ ყველამ შესანიშნავად იცის უკრაინაშიც, რუსეთშიც, დასავლეთში, შეერთებულ შტატებში უფრო კონკრეტულად, რომ პრეზიდენტი პუტინი თავად თანხმობას ვერ იტყვის მოლაპარაკებებზე მანამ, სანამ ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისთვის რუსეთს ვერ მიუღწევია, ვერ მიაღწია რუსეთმა ფაქტია 21 წლის მიწურულიდან 22 წლის დასაწყისიდან დასახულ ამოცანებს, კერძოდ ვერ მოხდა უკრაინის დენაციფიკაცია, ვერ მოხდა უკრაინის დემილიტარიზაცია, ვერ მოხდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, ისევ და ისევ არსებობს, ხელის გულზე დევს, მეთქი ასე ვიტყვი, ევროკავშირში მალე შეაბიჯებს უკრაინა 2030 წელს სულ მაქსიმუმ და გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. და რუსეთის პრეზიდენტი ვერ იტყვის თანხმობას მოლაპარაკებებზე და ზელენსკი სწორედ ამ მომენტს ელოდება, რომ თავად პუტინმა კიდევ ერთხელ უკვე არ ვიცი 58-ით თქვას უარი მოლაპარაკებებზე და მე უკვე ზელენსკი მიუტრიალდეს ტრამპს და უთხრას, რომ აგე მე ვთავაზობდი, მაგრამ პუტინი სწორედაც რომ პუტინი არის უარზე, პუტინი მართლაც უარზეა, თუ 22-23 წლებში 22 წლის მიწურულამდე უფრო ზუსტი რო ვიყო, მას ჰქონდა გაცხადებული, რომ ეს არის SVO-ს ამოცანაო, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნატოში არ შესვლა უკრაინისა, უკვე შემდგომ მას, როდესაც წარმატებაზე ერთგვარად მაინც აღწევდა რუსეთის ფედერაცია, მას მადაჭამაში მოუვიდა და უკვე შემდგომ თქვა, რომ სამი რეგიონი კი არ მინდაო, დონეცკი, ლუხანსკი და ყირიმი, რომელიც ისედაც ოკუპირებული ჰქონდა და პრინციპში დონეცკი, ლუხანსკიც ოკუპირებული ჰქონდა, არამედ მინდა 5 რეგიონი, მიამატა ხერსონი, რომელსაც ვერ აკონტროლებს, აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ
50% ამოგანახდელი რეგიონისა და ზაპოროჟიე, რომელსაც ასევე ვერ აკონტროლებს, იქაც აკონტროლებს 60% დაახლოებით და ბოლო ხანებშია გაცილებით ნაკლებს და აქედან გამომდინარე დაჭამაში კი მოუვიდა პუტინს, მაგრამ ფაქტია რომ 100-ი არა თამასა, კიდევ უფრო ურთულდება მას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა ზელენსკისთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის გარშემო კი არა, მოსკოვშიც კი ისმის აფეთქებები და ზელენსკი ოსტატურად, როგორც რეჟისორი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სარგებლობს ამით და დამოუკიდებლად იმისა, მას გულის ციხეში მართლა უნდა თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, ამას ამბობს და მე უკვე ტრამპს იმასაც ეუბნება, რომ აგე რუსები არიან წინააღმდეგი ამგვარი მოლაპარაკებებისაო. ამ გამოცემის კიევ ინდეპენდენტის წყაროს ცნობით, ტრამპი ამბობს, რომ მას ნამდვილად არ სჯერა, რომ პუტინი ზეწოლის გარეშე რამეს გააკეთებს, რა უფლება მაქვს. ტრამპს 47 პრეზიდენტ შეერთებული შტატებისა ფრიად ამბივალენტურ, მაგრამ ინფორმირებულ ლიდერს რამ შეუსწორო, რამ უკარნახო, არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ თქვენ კი გაგიმხელთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ და არასდიდებით, არა დაუჯდება არც შვეიცარიაში და არც არსად, არ დაუჯდება პრეზიდენტ ზელენსკის მოლაპარაკებებზე, ყოველ შემთხვევაში ვიდრე ეს მდგომარეობა აქვს რუსეთს და ამბავის ის არის, რომ რუსეთი არა მარტო ვერ იწყებს მოლაპარაკებებს, არამედ ამბავი ისიც არის, რომ რაც უფრო გაწელავს დროს პრეზიდენტი პუტინი და ზოგადად რუსეთის რევანშისტული ხელისუფლება მით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება რუსეთი და უკვე ხვალზე პირობითად რასაკვირველია, მაგალითად 26 წლის მიწურულს, ანუ მას შემდეგ რაც წითელ მოედანზეც კი ჩამოფრინდება და ჩამოვარდება ეს საოცარი უკრაინული დრონი, უკვე შემდგომ თავად პრეზიდენტი ზელენსკი ყაბულ მოლაპარაკებებზე რასაკვირველია ნაკლებად ან საერთოდაც არ იქნება. ამასობაში დიდი ამბავია დატრიალებული უკრაინასა და ბელარუსს შორის. ამ უკანასკნელის ლიდერი იცით თქვენ რომ ხურმოჭრილი მონა იყო, არის და იქნება პუტინისა, თუმცა ამ რამდენიმე ხნის წინ მან ბოდიშიც კი მოუხადა ზელენსკის იმის გამო, რომ თავად მანამდე რამდენიმე ხნით ადრე შეურაცხო უკრაინის ლიდერი, კერძოდ უწოდა ნარკომანი, კერძოდ უწოდა გაჩხერილ მდგომარეობაში არისო, ანუ იჩხირავსო, ან ბოლდებაო. მოკლედ იმის გამო, რომ ზელენსკი ასე აქეთ-იქით სახეში ულაწუნებს რუსეთის ფედერაციას, ეს ბუნებრივია იწვევდა და იწვევს ბელარუსის ლიდერის გაღიზიანებასაც, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსის ლიდერი გასაკვირველი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, მაგრამ მას შემდეგ რაც ლუკაშენკამ ნარკომანი უწოდა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინიდან მიიღო ძალიან ნათელი სიგნალი ერთ ამბავთან დაკავშირებით. კერძოდ, უკრაინელმა სამხედროებმა და არა მხოლოდ სამხედროებმა მას შეუთვალეს, აგე შეხედე 1, 2, 3 და 500-მდე ნუ დამათვლებინებთ. ახლა 500 საცეცხლე მიზანი, რომელიც ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს მიზანში და 500-ვეს გამანადგურებთ შენ. უკრაინა ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის გასწვრივ განთავსებული გაქვს ისეთი სამხედრო და რუსეთისთვის სასარგებლო ინფრასტრუქტურა, რომლის განადგურებაც დაიწყება ჩვენს მიერ, თუ შენ ადეკვატური არ იქნები, შეშინდა ბელარუსის ლიდერი მალევე და ბელარუსის ლიდერმა აკი ამიტომაც მოუბოდიშა პრეზიდენტ ზელენსკის, ოღონდ დამატებით იცით, რა თქვა, ხელის გულზე აქვსო უკრაინას ბელარუსი და ჩვენო პრინციპში მაინც სუსტები ვართო, აი ეს ბაჭკა ლუკაშენკო, რომელიც აქამდე ბაქიბუქა კაცი იყო და ტრაბახობდა, ჩვენ არ ჩაგვთოთ ომშიო, ამას ამბობდა. ეს ლუკაშენკა დაფრთხა, პრინციპში მაინც მოწყვლადი, იოლად მოსახელთებელი, მოსანადირებელი ქვეყანა ვართო, არ გვინდა არავითარ შემთხვევაში დაპირისპირება უკრაინასთან, არ გვინდა რომ იმას უშრებოდეს, ის უკნას ბელარუსს უკრაინამ, რასაც უშრება რუსეთსო, ჩვენო მაინც სტაბილურობა გვირჩევნიაო, მეო მაინც არ უნდა მეთქვა ზელენსკიზე ის, რაც თქვიო, ბოდიშ ვიხდიო, მაინც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერია ვალოდია ზელენსკი.
უკვე ამის შემდეგ ამ რეჟისორმა კაცმა ზელენსკიმ გენიალური პასუხი გასცა ლუკაშენკას, მე შენი ბოდიში არ მჭირდება. აი ეს 500 ობიექტი, რომლითაც შენ ეხმარები რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ომის წარმოებაში, ან გამორთე, ან გაიტანე თუ გაიყვანე ამ ტერიტორიიდან, თუ არა და ერთ კვირას გაძლევ, თუ არა და ჩვენ მივხედავთ ამ ობიექტებს, ანუ მარტივად რომ თარგმნოთ ან მოვთარგმნოთ ან განვმარტოთ, ზელენსკიმ თქვა, ჩვენი დრონები აფრინდება და სადაც მოსკოვს სწვდება, სადაც პეტერბურგს სწვდება, სადაც ურალს იქით მიფრინავს და ცალკეულ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უნადგურებს რუსეთს, იქ ბელარუსი საბოლოო ჯამში რა პრობლემაა ბელარუსამდეც როგორღაც ჩააღწევს ჩვენი ეს საოცარი დრონები, ანუ მფრინავი უპილოტო ჩიტებიო. რა უპასუხა ამას უკვე ლუკაშენკამ? მე ყოველ შემთხვევაში მისი პასუხი არ შემხვედრია, სამაგიეროდ სკროლვისას შემხვდა სწორედ ეს ლუკაშენკას, გაჩვენებთ ამ ვიდეოს, ამ ლუკაშენკას 3 გამონათქვამი, 3 სხვადასხვა პერიოდში, სწორედაც რომ ვოლოდიმერ ზელენსკის შესახებ და გაჩვენებთ რამდენიმე წამში, შემდეგ კი მანამდე კი ვილაპარაკოთ იმაზე, რა უპასუხეს ზელენსკის რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის იმ ბოდის ვიხდი ან საბოდიშო რა არის, იმ ცხენის თავა, აი კენტავს ან ცხენს ან არ ვიცი ვის რომ ადარებენ, ლავროვ კალანტაროვმა, რომელმაც თქვა, რომ ესო პატარა დიქტატორიაო, უკაცრავად ცოტა სხვაგვარად თქვა, ის ფიურერია, ფიურერის თანამდებობაზე დაინიშნა ზელენსკიზეა საუბარი, ეს თვითნებური არჩევანი იყო, მაგრამ ხედავთ, ეს იმიჯი გადამდები აღმოჩნდა. ვერ პატიობენ რუსები ზელენსკის იმას, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდა და დაამარცხა არაპრორუსი, სხვათა შორის ლიდერი პოროშენკო, მაგრამ თავის მხრივ მანამდე 2014 წლის თებერვალში მოხდა რევოლუცია და 2014 წლის თებერვალში და 2014 წლის თებერვლიდან მოსულ ნებისმიერ ხელისუფალს ისინი ხუნტას ან სახელმწიფო გადატრიალების ავტორებს უწოდებენ. პოროშენკო არ მონაწილეობდა 14 წლის თებერვლის რევოლუციაში, ანუ ღირსების რევოლუციაში, მაგრამ ისიც იყო გადამტრიალებელი ხუნტის წევრი. ზელენსკი მით უფრო არ მონაწილეობდა 14-ში, საერთოდაც იდენტობით მსახიობი იყო, მაგრამ მასაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ის უკანონო ხელისუფლებაა და ესეც არის ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე ამოტანილი ფაქტორი, რის გამოც პუტინი ვიზიტელი არ კადრულობს მსახიობ, ოღონდ ამ მსახიობმა უტირა მას ყოფის დღე, მსახიობ და იდენტობით არაპოლიტიკოს და გადატრიალების ავტორს, როგორც რატო ავტორი კარგად არავინ არ იცის, ავტორ პუტინთან გადატრიალების ავტორ ზელენსკისთან საუბარს არ კადრულობს პუტინი, ის ფიურერია, გითხარით ეს თქვა ლავროვმა. მაგრამ ლავროვზე უფრო ძიმე განცხადება გააკეთა უშაკოვმა, ის არის მოგეხსენებათ პუტინის თანაშემწე, როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ გარკვეულ მშვიდობასო, თუმცა რთული არ იყო იმის დანახვა, რომ ამ ლოზუნგის მიღმა იმალება აშკარა ნეოკოლონიალური ამბიციები, ამბობს უშაკოვი. ნეოკოლონიალიზმში რუსეთი აი რა სასაცილო მდგომარეობაშია ვართ აღმოჩენილები ყველანი. ნეოკოლონიალიზმში რუსეთი ამ შემთხვევაში უშაკოვის ანუ პუტინის პირით თუ პუტინის სახით, უშაკოვის სახით ედავება დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მსოფლიოს წესრიგის სხვა ჭეშმარიტად დემოკრატიულ საფუძვლებს, ალბათ რუსულად უკეთ ჟღერს, საერთაშორისო სამართლის ყველასთვის სავალდებულო ნორმებს, გაეროს უშიშროების საბჭოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას უშაკოვი ამბობს, ოღონდ უშაკოვსაც და პუტინსაც და ლავროვსაც და პროპაგანდისტებსაც და არა მხოლოდ პროპაგანდისტებს რუსეთიდან ავიწყდებათ ერთი ამბავი ან არ აქცევენ ყურადღებას იმ ამბავს, რომ რუსეთი ყოველდღიურად კარგავს, წარმოიდგინეთ, რაოდენობას მიაქციეთ ყურადღება, ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 1000, 1200, 1300, 1400 ოკუპანტ ჯარისკაცს. აი ბოლო 24 საათში რუსებმა დაკარგეს 1390, ანუ 1400-მდე ჯარისკაცი, ეს იდენტიფიცირებული, რაც არის მიხაილო ფედოროვი,
ამბობს, ანუ თავდასხმის უწყების ხელმძღვანელი უკრაინისა, რომ რუსეთმა თვის განმავლობაში 50,000 და მეტი ჯარისკაცი უნდა დაკარგოს, რომ ვეღარ შეავსოს რეზერვებიდან ის რაოდენობა და შესაბამისად კლებაზე და კლებაზე წავიდეს მისი ჯარის რიცხოვნობა და ბევრს გადაუნდეს კიდეც აღარც წავიდეს ომში. რუსებს სხვათა შორის აქვს ამგვარი ტაქტიკაც, ხელისუფლებას გულისხმობ, მოტყუებითაც მიხავს, აი ეუბნებით მიხავთ ჯარისკაცები, ახალგაზრდები ეუბნებიან, რომ შენ იქნები მაგალითად სხვა ბატალიონში, მაგალითად იქნები ბექში ანუ ზურგში, მაგრამ მე უკვე რეკრუტირებას ხელს აწერილებენ რაღაც დოკუმენტებს, რეკრუტირებას აკეთებენ, იმასაც თუ რეკრუტირება ჰქვია ახალგაზრდებისა და მე უკვე მიხავთ წინა ხაზზე და ამიტომაც 1400 კაცი თუ 1700 კაცი უკვდებათ ამათ რუსებს ყოველდღიურად. ხო, რაც შეეხება ლუკაშენკას კონტექსტში, კრემლის განცხადებით პუტინი ლუკაშენკოსთან ზელენსკის ბუხარებს განიხილავს. კითხვაზე გეგმავენ თუ არა პუტინი და ლუკაშენკა უკრაინის მოთხოვნის განხილვას იმის შესახებ, რომ ის 500 ობიექტი გამორთოს ან გაიტანოს საზღვრისპირა რეგიონებიდან ბელარუსმა ერთი კვირის ვადაში ამასთან, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე რუსული დრონების დარტყმების კორექტირებისთვის გამოიყენება. პესკოვი, პუტინის პრესმდივანი, პასუხობს ნამდვილად და როგორც იცით, ალექსანდრ იგორევიჩმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ უახლოეს მომავალში, გეგმავს მასთან დაკავშირებას, ანუ პუტინთან დაკავშირებაზეა საუბარი და ეს სიტყვა ნამდვილად მას ეკუთვნის. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ამ და სხვა საკითხების განსახილველად. მე გულახდილად გეტყვით, არ მგონია, რომ ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყება ბელარუსსა და უკრაინას შორის. ბელარუსი ჩემი მოსაზრებით მართლაც ხელის გულზე არსებული უკრაინისათვის ადვილად მოსანადირებელი ქვეყანა არის, ადვილად შესატევი ქვეყანა არის. უხეშად ვილაპარაკოთ, ცოტა მიემუქრებიან და ცოტაზე მეტად დაახევინებენ უკან ლუკაშენკას, რომელიც თავის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას აქვს წნეხი, რასაკვირველია, რუსეთიდან, რომ პუტინი აწვება, ბრგედიყავიო, ამისაკენ მოუწოდებს, მაგრამ მეორე მხრივ შესანიშნავად ხვდება, რომ მისი ტერიტორია შეიძლება მართლაც ამ უპილოტო საფრენის საშუალებებით დაბომბოს უკრაინამ. ბელარუსიდან მომავალ საფრთხეებზე კომენტირებისას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური მადიარ ბროვდი, იცით თქვენ მის შესახებ, ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელარუსის ტერიტორიაზე მონიშნეს 500 სამიზნე. მან იგი ასევე ურჩევს ლუკაშენკას, რომ ხელში გაეჩხირება ბელარუსი უკრაინას, იმ უკრაინას, რომელიც წინ მიიწევს. ვიდეობლოგის დასასრულ მე თქვენის ნებართვით გაჩვენებთ სწორედ იმას, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ შემომხვდა Facebook-ზე, თარგმნი კიდეც თქვენის ნებართვით ლავროვს კალანდაროვს ამ კენტაურ კაცს აღარ მივაქციოთ ყურადღება, ესეც ჩანიშნული მქონდა სიმართლე გითხრათ. ახლა ავუწიოთ ხმას 2020 წელს ლუკაშენკა გორდონთან საუბარში, როდის ვიხდი, აცხადებს და აი ახლა უკვე ავუწევ ხმას. როდიში? თავიდან დავიწყოთ 48 წამიანი ვიდეოა. Какое впечатление на вас производит Владимир Зеленский? როგორც დაბეჭდილებას ახდენს თქვენზე ვლადიმერ ზელენსკი, ამას ეკითხება უკრაინელი ჟურნალისტი გორდონი. ეს არის 2022 წლამდე, 2022 წლის თებერვლის 24-მდე, აქ ეკითხარით 2020 წელს აღებული ინტერვიუ. ნახეთ, ეს შედარებით ახალგაზრდა ბატკა ლუკაშენკა რას პასუხობს გორდონს. ბალოდიაო, კარგი ბიჭიაო, კარგიაო, აიო, მომწონსო, ახალგაზრდა კაციაო, ხო? 2020 წელია. უკვე შემდგომ ერთ-ერთ ფორუმზე ჭიქებსაც კი მიუჭახუნებენ ერთმანეთს ლუკაშენკა და ზელენსკი და თითქოს მათ შორის ნორმალური ურთიერთობაა ვიდრე 2022 წლამდე და უკვე შემდგომ ნახეთ როგორ ვითარდება მათ შორის ურთიერთობა, რას ამბობს უკვე შემდგომ ხსენებული დიქტატორი ლუკაშენკა. Какое впечатление на вас производит Владимир Зеленский? ეს არის პირველი, მოდის ვიხდი გავაგზავნოთ პრინციპში. Очень хороший.
Малый Наполеончик, извините, что я о нем так говорю, и он сегодня выходит там, не знаю, после Батуна или что, в этой сорочке, президент Зеленский. პატარა ნაპოლეონია, უკასრავად რო ამაზე ვლაპარაკობ, ანუ ტანმოკლე კაციაო, გამოდისო პერანგშიო Просто гнида. და ზელენსკი არის გნიდა, როგორ უნდა ვთარგმნო? გნიდა საერთოდ ზელენსკი არის გნიდაო, გნიდა, თარგმნოს პრინციპში, მომეხმარე იქა. აწერას თავაზობს, რა ვარიანტებს თავაზობს, ასე მაგალითად Google ან არ ვიცი AI. გნიდა არის ზელენსკი უკვე 22 წელს, აი ის ვალოდია, ვალოდია. ხო, ის ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელიც მოსწონდა 2 წლით ადრე ამ დასაწუნ და დასაწლავ ლუკაშენკას, ხო, ახლა უკვე გნიდა გახდა 2022 წელს. 26 წამია გასული ამ ვიდეოდან, იმ გამასობაში მეხმარება ისი? ხო, ნუ ეხა ეს ტილის ხო, ანუ ტილის კვერცხი. წილი. არ ვიცი. ხო, მოკლედ საზიზღარი და გნიდა. მომეხმარეთ რა თქვენს კომენტარებში მაინც როგორ უნდა ითარგმნოს შედარებით როგორ ხო, საძაგელი. მაგრამ კონტექსტი ნაძირალა, საძაგელი, არამზადა. ლუკაშენკა ამბობს არამზადაო ზელენსკიზე. 22 წლის ვიდეო გაჩვენეთ, ახლა შემდეგ. Просто гнида. Ну, это, может быть, что-то случилось. Где-то курнул, где-то кольнул. 23-26 წელს უკაცრავად რაღაცაო დაუფსტვინაო, იქნებაო გაიჩხირაო, მე როგორ ამბობს? Короче, если იქნებაო გაიჩხირაო, თუ არ ვთქვი ამბობს, იქნებაო დაბოლდაო და აი ამ წამიდან რაღაც ამ წუთიდან თუ ამ დღიდან რამდენიმე დღეში ლუკაშენკა შეშინებული და დამფრთხალი ამბობს შემდეგ სიტყვებს. где-то курнул, где-то кольнул и прочее. Если Владимир Александрович обиделся, я извиняюсь. თუ ზელენსკი განამინაწყენდაო, მე ვუბოდიშებ მას. Перед ним за эти слова, может, мне и не надо было, учитывая то, что он все-таки воюет. და ულვაშები გადაივარცხნა ჩვენს ხელისუფლებაში. მე არ მახსენდება ულვაშაკაცი, ვინმე გვყავს ინგა ხელისუფლებაში? მიხეილ ყაველაშვილია, წვერ ულვაშაკაცი. ვინა? ისა ბატონი ლადო კახაძე, არა, ლადო კახაძე მაინც არ არის ახლა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი, ანუ არც გობახიძეა, არც ხო, ნუ ყაველაშვილი, ყალაძე უშვებს ხოლმე ხანდახან, მოუშვებს ხოლმე წვერს და თუ ულვაშს სადაწვერს და მე მგონი რომ მათ უნდა მოიმარაგონ საავარცხლებიც. იმიტომ რომ ის სიტყვები, რომლებიც მათ პირდაპირ თუ ირიბად, მინიშნებით თუ არა მინიშნებით, ნათქვამი წარმოთქმული აქვთ ზელენსკიზე და პრინციპში ერთ-ერთში აქვთ გამეორებული ის, რაც უთქვამს აგე ლუკაშენკას გნიდაო, ხო? მათ უნდა მოიმარაგონ სავარცხელი, მერე უნდა მოიბოდიშონ და მერე უნდა ჩამოივარცხნონ წვერ ულვას შერცხვენილებმა, პირველ ყოვლისა რასაკვირველია, მათმა დამფუძნებელმა მამამ ბიზინა ივანიშვილმა, რომელიც ზელენსკისკენ არ იყო, არ არის და არც იქნება. ერთი სული აქვს საქართველოს მაინც ასე უნდა ვთქვათ, არაფორმალურ ხელისუფლებას და არაფორმალური ხელისუფლების ზურგს უკან დგომ პირს, როდის დამარცხდება ეს ბჭყალებში, რასაკვირველია, ჩვენ კი ბჭყალებში ჩავსვათ, გნიდა ზელენსკი. ოღონდ ზელენსკი არ დამარცხდება ამერიკელებისაგან და არა მხოლოდ მას უკვე აქვს მიღებული ნებართვა იმის თაობაზე, რომ შეუტიონ და ერთ-ერთ rilsi ქვია, ხო ინგა? Facebook rilsi ისიც კი ვთქვი, რომ წითელ მოედანზე ჩამოვარდება, ადრე იქნება თუ გვიან წელსვე, ეს საოცარი უპილოტო ფრინავი დრონები და იქნება და ისე აეხადოს სახურავი მავზოლეუმის შენობას, მავზოლეუმს, როგორც რამდენიმე დღის წინ საოცრად აეხადა ერთ-ერთ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, როცა აფეთქდა და დაფეთქდა ეს ქარხანა. ხოლო ლენინს რუსებივე თავადვე გამოათრევენ იმ მავზოლეუმიდან. აგერ მე
და აგერ თქვენ. ეს ისტორიული დღე ახლოვდება. დაელოდეთ. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.